გენერალურ პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებს ეძებენ, ხო უნდა ყოფილიყო წესით ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესის მეორედ განსაზღვრების სკამზე უნდა გვენახა და უნდა დაწყებულიყო სწორედ წინა სასამართლოს ხდომა უნდა ჩატარებულიყო მის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა პროკურატურამ დროის გახანგრძლივება ითხოვა ერთი თვის ვადით 12 თებერვალს გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი. ადვოკატი პირველებთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათ დამატებით არანაირი მტკიცებულება ღარიბაშვილის ბრალის დამადასტურებელი არ გადაცემია და ამასთან ერთად ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია მუშაობს თუ არა პროკურატურა დამატებით სხვა ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის მისამართით. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს პროცესის გადადება, არ არიან წინააღმდეგი, შესაბამისად სასამართლოც დათანხმდა პროკურატურის მოთხოვნას და ერთი თვის შემდეგ გაიმართება ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესი. გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე გამოძიების ინიციატივით პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. მინდა გითხრათ, რომ ეს საპროცესო ნორმით რეგულირდება ეს საკითხი და ამის უფლება ბრალდების მხარეს აქვს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა. ქეთო ღარიბაშვილის ბრალი ღარიბაშვილი თავად ბრალდებას ეთანხმება უკანონო შემოსავლებისთან დაკავშირებით აქვს მას წარდგენილი ბრალდება, როგორც ექს-პრემიერმა სასამართლო პროცესზეც განაცხადა და ასევე მისი ადვოკატი აცხადებს, ღარიბაშვილს არ აქვს ბრალთან დაკავშირებით პრეტენზია საგამოძიებო უწყებასთან. ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს გირაო და მას არ შეუფარდეს პატიმრობა, მილიონი გადაახტევინეს ყოფილ პრემიერს თავისუფლების სანაცვლოდ და პირველებმა მოიპოვა ინფორმაცია, ალბათ ჩვენს მაყურებელს ახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი ბინა ჩადო ირაკლი ღარიბაშვილმა და სწორედ ქონებით უზრუნველყოფა მოახდინა გირაოსი. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ადვოკატის პოზიცია, როგორი არის ღარიბაშვილის რეაქცია პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ცნობის კიდევ ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით. ბრალის წარდგენისათვის არსებული მტკიცებულებები საქმეში არსებობდა და ამის საფუძველზე პროკურატურის შემდგომლობით წარედგინა ბრალდება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ შემდგომი ეტაპი ეს არის უკვე გამოძიების ეტაპი, როდესაც უნდა განაჩენი დადგეს, ხომ? შესაბამისად, როგორც ჩანს, მიიჩნია პროკურატურამ დამატებითი დრო ესაჭიროებოდა კიდევ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ჩვენ ვერ შევალთ ამ კომპეტენციაში, ეს არის ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის პრეროგატივა. ვნახოთ რა მტკიცებულებებს მოიპოვებს და წარმოადგენს და შესაბამისად ამის შემდგომ გაგრძელდება სასამართლო განხილვების ეტაპი. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება ბრალს, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამიტომაც ჩვენ ამ ნაწილში ბრალდების მხარის რომ გააგრძელებს ვადას, დანიშნავს გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებას თუ სხვა რაიმე პროცესუალურ ღონისძიებას გამოიყენებს, არ შევდივართ სიღრმისეულად და ველოდებით რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოოდ. 1 მილიონის გირაოსანაცვლოდ არის გათავისუფლებული ირაკლი ღარიბაშვილი. მას ქართული ოცნების დამორჩილებულმა სასამართლომ ქვეყნიდან გასვლა უკრძალა, პასპორტი ჩამოართვეს. ეს იყო ის აკრძალვები, რომელიც დაუწესეს ექს-პრემიერს. საკმაოდ დიდი ოდენობით თანხა მოიღო საგამოძიებო უწყება მისი სახლის ჩხერეკისას. 6 მილიონზე მეტი არის ამოღებული სწორედ მისი სახლიდან. ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზება დაკავშირებით ედავება საგამოძიებო უწყება. უკანონო შემოსავლები არის ის მთავარი ბრალდება, რომელიც წაუყენეს ექს-პრემიერს. ხვალ უნდა ყოფილიყო, როგორც გითხარით, მისი სასამართლო პროცესი, თუმცა პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები ჯერ ვერ მოიპოვა ღარიბაშვილის წინააღმდეგ და ამიტომ კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივეს ვადას მისცეს პროკურატურას იმისთვის, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვოთ.